საით მიგიყვანთ ის სიტუაციები, რაც ახლა თქვენს ცხოვრებაში ხდება, რა მომავალს გიმზადებთ ცხოვრება, რა ენერგიებში გადახვალთ ბოლო-ბოლო. ბალანსისთვის არ დაგაწყვეტ ვიდეოს დალაიქება, ჩემი გვერდის გამოწერა. პირადი გაშლებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ Facebook მაყურებელმა ჩემ გვერდზე, Facebook გვერდზე, ან WhatsApp-ზე და Viber-ზე, ნომერსაც მივუთითებ. ნახოთ, ეხლა რა ენერგიებში ხართ, რატომ გაქვთ ის პრობლემები და ის სიტუაციები, რაც არის თქვენ ცხოვრებაში და საით წაგიყვანთ ეს ყველაფერი, საით მიდის. ეხანდელი თქვენი ენერგიები. მოკლედ, ახლანდელ ენერგიებს რაც შეეხება, ვხედავ რომ აშკარად კრიზისში ხართ და რაღაცა რთულ პერიოდს გადიხართ, შეიძლება აქ ემოციურადაც დაღლილები ხართ, მოწყენილები ხართ, დეპრესიულები ხართ, აქ შეიძლება მარტო თქვენც არ ხართ ამ ყველაფერში და ვიღაცა ან პარტნიორია, ანუ ვიღაცა სიტუაცია, ადამიანია, ვისთან ერთადაც გიწევთ ამ ყველაფერი სირთულის გადალახვა, დაძლევა. კრიზისები საკმაოდ არის, თითქოს კომფორტის ზონა დაგერგვათ, იყავით რაღაც მშვიდ უსაფრთხო გარემოში, მაგრამ ეხლა ყველაფერი სხვანაირად არის, ეხლა ყველაფერი სხვაგვარად მიდის და საკმაოდ გიჭირთ, ეძებთ გამოსავალს, არ იცით როგორ მოიქცეთ, ცოტა გაბნეულები ხართ, არც იცით შეიძლება რამდენიმე გასტანს ეს ყველაფერი, საკმაოდ გაჭედილ ენერგიებში იმყოფებით, თითქოს სიტუაციის მართვაც გინდათ, კონტროლიც, ემოციების კონტროლიც, ხვისი კონტროლიც, მაგრამ ცოტა ჭირს ამ ყველაფრის განხორციელება. რატომ და რისთვის ხდება? მიზეზები ბევრია, მაგრამ პირველი მიზეზი მაინც ამოდის, რომ შესაძლებელია აქ რაღაცა ოჯახური სიტუაციები იყოს გამომწვევი მიზეზი. ოჯახურ სიტუაციაში არ იგულისხმება ის, რომ ხა მაინც და მაინც ვიღაცისო მხრიდან იყოს ოჯახის ჩარევა. შესაძლებელია ვიღაც ზოგიერთის თქვენ სიტუაციაში ოჯახიც ერეოდეს, მაგრამ ასევე განსწრაფდება, რომ შეიძლება გარკვეული კარმული პრობლემებია, რომელიც საგვარეულო პრობლემებს რო ეძახიან, შეიძლება არის ესეც, რომ თქვენ არ გიმართლებთ, თქვენს წინა თაობას არ უმართლებთ და გარკვეულ სიტუაციებში განსაკუთრებით აქ შეიძლება მამაკაცი და ფინანსური საკითხები იყოს ძალიან პრობლემური თქვენს ცხოვრებაში. მიზეზებით ეს არის და აქ უნდა ისწავლოთ თქვენ პრაქტიკულობა, საკუთარ თავზე დაყრდნობა, სიტუაციების მართვა, მაგრამ ოღონდ გამჭრია ხართ და პრაქტიკულად. საით წაგიყვანთ ეს ყველაფერი? წაყვანთ ძალიან კარგი ენერგიების წაგიყვანთ, მინდა გითხრათ, საკმაოდ განახლება, ახალი შანსები, ახალი შესაძლებლობები, გახარება, წარმატება მოგივათ. თუ ამ კრიზისს გაუძლებთ, თუ ამ ყველაფერს თავს კარგად გაართმევთ, შედეგი ძალიან სასურველი დადგება თქვენთვის, რასაც ქვია, აღფრთოვანებულები იქნებით, ბედნიერები იქნებით და მიხვალთ იმ ბოლო წერტილამდე, ახსე რო თქვა, ბრჭყალებში აღთქმულ მიწამდე, სადაც იქნება სიმშვიდე და ჰარმონია. საკმაოდ სწრაფადაც შეიძლება განვითარდეს მოვლენები, იმაზე უფრო სწრაფადაც, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. აქ ახალი გზები გაგეხსნებათ, რაღაცა ძველს დაასრულებთ და მთლიანად ახალ სიტუაციაში, ახალ ცხოვრებაში. შეიძლება ოჯახით შექმნას ზოგიერთმა თქვენთაგანმა და ოჯახური სიტუაციებიც